ოქტომბერს განვითარებული მოვლენები პაატა ბურჭულაძის შვილისთვის ეჭვებს საჩენს იმ მომენტიდან, როცა პროცესი ინაცვლებს თავისუფლების მოედნიდან ათონელის რეზიდენციასთან. შუქრი ბურჭულაძე სვამს კითხვას, თუ როგორ მოახერხეს აქტივისტებმა შეიარაღების გარეშე ჩაბეტონებული ჯებირის მოშლა ისე მარტივად, რაც არ გამოუვიდათ და რაც ვერ მოახერხეს მოძრავი ჭიშკრის შემთხვევაში და თან ეს მოვლენები განვითარდა რამდენიმე წამის შუალედში, ვიდრე ორგანიზატორები ჩავიდოდნენ თავისუფლებიდან ათონელის რეზიდენციამდე. შუქრი ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს მისი ვარაუდით იყო წინასწარ დაგეგმილი სცენა, რაც თავად წინასწარ დადგმული სცენა, რაც ქართულ ოცნებას აწყობდა და რაც არ იყო ორგანიზატორების გეგმაში და მას აქვს ასევე ეჭვი, რომ ამ პროცესში სპეცსამსახურების როლი იკვეთება. ისე ყველაფერი არ მოხდა, როგორც პაატა იყო დარწმუნებული, რომ მოხდებოდა. ძალიან ბევრი უცნაური გარემოება არსებობს, მაგალითად ის, რომ როგორ შეიძლება, რომ 5-10 ახალგაზრდა ადამიანმა სურაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ისინი, პრეზიდენტის საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობე ასე მარტივად ჩამოანგრევს. ანუ შეუძლებელია. აი მანქანასაც რომ მიაბა, აი მანქანაც კი წესით ვერ უნდა შეძლოს ეგეთი რაღაცა, ხო? თან როდესაც პაატა ჩავიდა იქ, უკვე დახვდა ეს ყველაფერი, ანუ რაღაც წამებში, ხო? ესე იგი წინასწარ იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი გამზადებული და ნუ რაღაცა გეგმა ჩემი აზრით აქ უფრო ბევრად ძლიერი და ბევრად გამოცდილი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, ვიდრე ქართული სპეცსამსახურები. ჭიშკარი ვერ ჩამოანგრიეს. აი ეგ არის უცნაური. ჭიშკარი წესით და რიგით უფრო მარტივი ჩამოსანგრევი უნდა იყოს, ვიდრე აი ეს ღობე, რომელიც არ მოძრაობს და ბეტონში არის ჩაბეტონებული, ხო? ხო და აი ჭიშკარი მე მოგვიანებით ჩავედი უკვე ეს მომხდარი იყო და იქიდან ხედავდი რომ ამ ჭიშკარს ესე იგი იქით-აქეთ აქანავებდნენ და ჭიშკარი არ ჩამოინგრა. აი ეს ძალიან უცნაურია. ჭიშკრის ჩამოგდება უკვე აგრესიაა. და პაატა ყოველთვის ამბობდა რომ იქნება მშვიდად დარწმუნებული იყო ამაში რომ იქნება შვიდობიანად ყველაფერი მოხდება შვიდობიანად. ჭიშკრის ჩამოგდება და შემდგომ გადმოსვლა კი არ უნდა ყოფილიყო, ჭიშკრის ჩამოგდება იყო უკვე ესე რომ ვთქვათ სპეციალურად დადგმული სცენა და შემდგომ უკვე ყველაფერი აირია რა. თავად ამ დღის ორგანიზატორებსაც იმღამესვე არ დაუმალავთ, რომ გეგმა ჩავარდა და ის როგორც განვითარდა მოვლენები არ იყო მათი ჩანაფიქრი, თუმცა რა იყო რეალური გეგმა, ეს ამ დრომდე არის უცნობი. თავად პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ გეგმა იყო პროცესის აბსოლუტურად მშვიდობიანად წარმართვა, ეს იყო თავად პაატა ბურჭულაძის სურვილი და ჩანაფიქრი, რაც ვერ მოხერხდა და ასევე არსებობდა მოლოდინი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქეების შეკრების შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გადმოვიდოდნენ ხალხის მხარეს და მათი გადმოსვლაც ასევე მოხდებოდა დემონსტრაციულად, თუმცა ესეც არ მოხდა და შესაბამისად ის როგორც მოხდა და რაც მოხდა 4 ოქტომბერს მისი თქმით არ იყო ორგანიზატორების გეგმაში. შუქრი ბურჭულაძე TV პირველთან ამბობს, რომ სავარაუდოდ ორგანიზატორებს ორმაგი აგენტი ჰყავდათ. პაატა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს ეროვნული კრება იქნებოდა მშვიდობიანი და აქ მოხდებოდა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება. საჯაროდაც ამბობდა ხო პაატა, რომ ესე იგი არიან მაღალჩინოსნები, გედიდეს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენ მხარეს არიან და ამბობენ, რომ ბევრი ხალხი თუ გამოვა, მაშინ ჩვენც გადმოვა თქვენს მხარეს, იმიტომ რომ ჩვენც უკვე ესე იგი აღარ შეგვიძლია ოლიგარქიაში ცხოვრება. ესეთი ის იყო მოლოდინი, მაგრამ საიდან ეს ყველაფერი ამის საქმის კურსში ჩვენ პაატა არ გვაყენებდა. მან უბრალოდ როდესაც ვეკითხებოდეთ რაღაცებს, ის გვაიმედებდა, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ის იყო ამაში დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და ეს ყველაფერი რაც მოხდა ეს მათი გეგმა არ ყოფილა. ამას ღალატს დავარქმევთ თუ სპეცოპერაციას დავარქმევთ, ანუ ჩემი აზრით იყო ისეთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პირდებოდნენ აი ამ მოქმედებას, რომელიც არის გედედეს თანამშრომლების გადმოსვლას, რასაც თლიანობაში უნდა მოეყვანა, ესე იგი იდეალურად უნდა მოეყვანა, როგორც დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, ხო, რასაც ანონსებდნენ და
ეს არ მოხდა, ანუ ორმაგი აგენტი იყო, ანუ ორმაგი აგენტების ჯგუფი, რომლებაც დაპირდნენ და შემდეგ არ გააკეთეს. ჩემი აზრი და ვარაუდი არის ეს. თავად 4 ოქტომბრის მოვლენებმა, რა თქმა უნდა, გააჩინა უამრავი კითხვა, რა იყო ორგანიზატორების გეგმა, ის თუ როგორ განვითარდა მოვლენები, თუ კი არ იყო მათ გეგმაში, მაშინ რამ შეუშალა ორგანიზატორების გეგმის განხორციელებას ხელი, ან ვინ იყო ამ პროცესში ჩართული, რატომ ვერ წარიმართა საპროტესტო აქცია უფრო უკეთესად, რატომ არ მოხდა უფრო უკეთესი გეგმის შემუშავება, ვინ უღალატა ორგანიზატორებს, მოკლედ ბევრია კითხვა, რომელიც ამ დრომდე არის პასუხგაუცემელი და მხოლოდ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით ახლა ისმენთ მხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, ჩვენ არ ვიცით თავად დაკავებულები ისაუბრებენ თუ არა ამ თემებზე ღიად.